აფხაზეთი ჩემთვის არის ჩემი სახლი, ჩემი ეზოს. დავიბადე გალში, დავამთავრე იქ საშუალო სკოლა, იქ გავიზარდე. ომი რო დაიწყო, ვიყავი 3 წლის, 90 წელს დავიბადე, 1990 წელს. მიუხედავად პატარა ასაკისა, მახსენდება ესეთი ძალიან სენტიმენტალურად ეს ყველაფერი, აი მახსენდება ჩურჩულით ნათქვამი სიტყვები, მახსენდება შეშინებული სახეები და ესეთი შეკრული ჩანთები მახსენდება ხოლმე ამ ბავშვობის გახსენებისას. მიუხედავად პატარა ასაკისა, ჩემთვის ნობილი იყო რას ნიშნავს სახლის დაკარგვა, რას ნიშნავს მეგობრებთან განშორება და საყვარელ ნივთებთან განშორება. მე მდგომარეობა როცა დასტაბილურდა, ისე უკან დავბრუნდი მშობლებთან ერთად და შემიყვანეს გალის სკოლაში, სადაც დავამთავრე გალის სკოლა. და თითქოს და ეს ომით გაწყვეტილი ძაფი ისევ გადაიბა. საკმაოდ ესეთი რთული პერიოდი იყო, იმიტომ რომ სკოლაში მისასვლელად 2 საკონტროლო პუნქტის გავლა მიწევდა ხოლმე ბავშვობაში, მაგრამ ახლა ძალიან ემოციურად და მიუხედავად ამ ყველაფერისა ძალიან სიყვარულით და ესე პასუხისმგებლობით ვიხსენებ ხოლმე ამ ყველაფერს. მყავს ძალიან ბევრი მეგობარი, როგორც ქართველი, ისე აფხაზი. დაწყებით კლასში მქონდა ანატომიის წიგნი, რასაც სულ ვკითხულობდი ხოლმე და იმის მერე რაც მედიცინის ინტერესი გამიშთა, უფრო რთული დარგის შესწავლა მინდოდა, რაც არის ასე რომ ვთქვათ ნეიროქირურგია, რომელიც ძალიან კომპლექსური არის და ძალიან დიდი საპასუხისმგებლოა. ტკბილად მახსენდება აფხაზეთი, სადაც ვისწავლე რას ნიშნავს შრომის მოყვარეობა, რას ნიშნავს სწორი გადაწყვეტილების მიღება რთულ პერიოდში, რაც უმთავრესი არის ნეიროქირურგიაში, ასე რომ ვთქვათ. ბავშვობიდანვე მაინტერესებდა მედიცინა, მაინტერესებდა როგორ მუშაობს ორგანოები, როგორ არის ერთმანეთთან დაკავშირებული ორგანიზმი. სკოლის დამთავრების მერე ჩავაბარე სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, შემდეგ გავიარე რეზიდენტურა უკრაინაში. ჩემთვის ყველაზე ისეთი მნიშვნელოვანი ცხოვრების ეტაპი იყო რამოდენიმე ხნიანი კურსი თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებში, რამაც მომცა დიდი გამოცდილება. ბავშვობიდან სულ მაინტერესებდა მედიცინა, სულ მაინტერესებდა როგორ მუშაობს ორგანიზმი, როგორ არის ერთმანეთთან დაკავშირებული ორგანოები, როგორ უკავშირდებიან ერთმანეთს და რა ფუნქცია აქვთ ხოლმე ერთმანეთში. ნეიროქირურგია ავირჩიე, იმიტომ რომ ყველაზე ისეთი კომპლექსური და რთული პროფესია არის და ამავდროულად ყველაზე საპასუხისმგებლო დარგი არის. ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი უკავია ნეიროქირურგიას და ვატარებ ძირითად ნაწილს საავადმყოფოში, პაციენტების მოვლა და ძირითადად ვარ საოპერაციებში ხოლმე. პაციენტისთვის სიცოცხლის დაბრუნება არა მარტო ნიშნავს პაციენტის გადარჩენას, არამედ ნიშნავს ნევროლოგიური ფუნქციების გაუმჯობესებას. ნებისმიერი ნეიროქირურგიული ოპერაცია მოითხოვს სუსტ დაგეგმარებას. ეს არის ძალიან კომპლექსური მეთოდი და მოითხოვს მაღალ ტექნიკურ შესრულებას. ეს არ არის ერთი ადამიანის მუშაობა, არამედ ეს არის გუნდური მუშაობა. ჩემი ბრძოლის ველი იწყება საოპერაციაში და ეს არის პაციენტის გადარჩენისკენ ბრძოლა, რომელიც წილხვედრად არის ნებისმიერი ქირურგისთვის და მათ შორის ნეიროქირურგიაში. როცა ხედავ, რომ პაციენტის მდგომარეობა უმჯობესდება და პაციენტის ნევროლოგიური დეფიციტის გარეშე არის ოპერაციის შემდეგ, ეს არის ყველაზე დიდი ჯილდო. ჩემი მეუღლე ექიმი არის, კარდიოლოგი არის, ძალიან ბევრი დიდი მსგავსება არის ჩვენს როგორც კარიერულად, ისე ადამიანური მსგავსება არის და გათვალისწინებით იმისა, რომ ნეიროქირურგია ძალიან ისეთი საპასუხისმგებლო დარგი არის და დეფიციტი დროის სულ მაქვს ხოლმე, სულ მიდგას გვერდით განვითარებაში, რომელსაც ძალიან დიდად ვაფასებ. ნეიროქირურგიის ლიცენზიის აღების მერე დავიწყე მუშაობა ეგრეთ წოდებულ საზღვრისპირა რეგიონში, სადაც პაციენტები გადმოდიოდნენ თვითონ აფხაზეთიდან. აფხაზეთიდან გადმოსული პაციენტები, აფხაზი, ქართველი პაციენტები ჩემთვის ხაზგასმით უფრო სხვანაირ ემოციებს და სენტიმენტებს აღძრავდა ხოლმე ჩემში.
მამაჩემი ხაზეთში არის, მარტო ცხოვრობს, არტოვებს სახლს, ასე რომ ვთქვათ, ეს არის შინაგანი მაგისი პოზიცია და რა თქმა უნდა, ჩემით ძალიან ამაყობს ხოლმე, ხანდახან ყოველდღიური გვაქვს ჩვენ სატელეფონო კომუნიკაცია და ხანდახან ჩამოდის ხოლმე, აქ გაჩერება დიდად არ უნდა, სახლში არის ხოლმე და არტოვებს მშობლიურ სახლს. და რამოდენიმე წლის უკან გარდამეცვალა, რომელმაც ძალიან დიდი გავლენა და ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემ კარიერულ წინსვლაში. ბევრი პაციენტი ჩამოდის თვითონ აფხაზეთიდან, რომელსაც ჩვენ უწევთ მკურნალობას, ჩვენ მკურნალობთ, უკეთებთ ოპერაციებს, ეწერებიან მერე ჩვეულებრივად ნორმალურ მდგომარეობაში პაციენტების სახლში. ჩემი შინაგანი სახლი, რა თქმა უნდა, არის ის ადგილი, სადაც მე დავიბადე და გავიზარდე და ეს არის, რა თქმა უნდა, აფხაზეთი. და მე მჯერა, რომ ჩემი ყველაზე დიდი ოცნება და სურვილი მალე იქნება, ეს არის შესაძლებლობა, რომ გავაკეთო იქ ოპერაციები ჩემ მიწა-წყალში და გადავარჩინო პაციენტები.